ჩვენთან არს ღმერთი. ავტორისაგან. პირველმა კოსმონავტმა იური გაგარინმა მიწაზე ჩამოსვლისთანავე განაცხადა. ღმერთი არ არსებობს, რადგან იგი ზეცაში არ მინახავსო. ზოგმა ირწმუნა ამ სიტყვებისა, ხოლო მათ, ვინც იცოდა, რომ კოსმონავტს მთვარემდეც კი არ მიუღწევია და რომ მან კოსმოსური სამყაროს მხოლოდ უმცირესი ნაწილი ნახა, გაეღიმათ ამ გულუბრყვილო განაცხადზე. ცნობილია, რომ დედამიწიდან უახლოეს გალაქტიკამდე რომ მიაღწიო, რამდენიმე მილიონი წელიწადია საჭირო. ასეთი გალაქტიკები კი მილიარდობითაა. ამიტომ განსვენებული კოსმონავტის ეს სიტყვები მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა სარწმუნო, ვისაც ამ საქმის არაფერი გაეგება, ვისაც არაფრით არ უნდა იწამოს ღმერთი. სამაგიეროდ ამერიკელი ასტრონავტების პირველი ჯგუფი მთვარეზე დაჯდომისთანავე მოჰყვა ბიბლიის კითხვას და ამის მოწმე გახდა მილიონობით ტელემაყურებელი. ამერიკელი ასტრონავტების გარდა ღვთის არსებობა უამრავ მეცნიერსა და გამოჩინილ ადამიანს წამს. თელ სამყაროში ჩვენი დედამიწა ერთი ციცქნა, შეუმჩნეველი მტვის ნაწილაკია. ამ მტვრის ნაწილაკზე ცხოვრობს ადამიანი. აქ ჩაიდინა მან თავისი პირველი ცოდვა და აქვე მოხდა მისი ამ ცოდვისაგან განწმენდა. თვით სამყაროს შემქმნელმა შეისხა ხორცი, გარდამოგვევლინა ციდან და 33.5 წელიწადი იცხოვრა დედამიწაზე. მაგრამ მისივე შექმნილი არსება აღსდგა მისსავე წინააღმდეგ, მიუსაჯა მას სიკვდილი და ჯვარსაც აცვა. დაფიქრებულ ხართ ოდესმე იმაზე, რა არის კაცი ღმერთთან შედარებით. არარაობა, მაგრამ მას თავი ყოველთვის დიდ ვინმე წარმოუდგენია და იმდენად არის გათავხედებული, რომ უარყოფს თავის გამჩენსაც და ამით სამუდამოდ იღუპავს თავს. ღვთის რწმენა არ შეიძლება აღიგავოს პირისაგან მიწისა, არ გაქრება იგი მანამ სანამ სამყარო არსებობს. ღვთის რწმენა ყოველთვის ცოცხლობს ბრძენ ხალხში, ცოცხლობს იგი დემიანეს გულშიც, იმ თბილი და ბრძენი კაცის გულში, რომელსაც ეს წიგნი გაგვაცნობს თვირფასო მკითხველო.